დღეს დაახლოებით 16 საათზე ზუბალაშვილის 18 ნომერში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში 23 წლის მამაკაცი შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარი თანხის გატაცებას სცადა. რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ბრალდებულის დაკავება შეძლეს. მას ჩხრეკისას დანა აღმოაჩნდა. მძარცველებმა ჩვენს ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ ვალების გამო იძულებული გახდა ბანკში შეჭრილიყო. მომხდარის გამო რამდენიმე საათი საქართველოს ბანკის აღნიშნულ ფილიალში სამუშაო პროცესი პარალიზებული იყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რატო გადაწყვეტენ? ფული მინდოდა უბრალოდ. 4-ი ან რატომ ცეცხლი გქონდათ, ვალი გქონდათ? და როგორ გადაწყვეტეთ, რომ ანუ გამოგეტანათ? ავიღე ფული 200.000 300.000 და მოვდიოდი.